როდესაც შენ დეკლარირებულად აცხადებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მტერი არის ჩინეთი, ასევე შეერთებული შტატების მტერი არის ირანი, ნომერ პირველ მტრად ყოველთვის ტრამპი ასახებდა ჩინეთს და ამავე დროს შენ თავს ესხმი, შენ მოკავშირეებს. გაუგებარია მისი ეს პოლიტიკა თუ რას ემსახურება. მოკავშირეების მოზიდვას ეს ნამდვილად არ ემსახურება. კავშირების გასამტკიცებლად ეს ნამდვილად არ ემსახურება, არც კავშირებს არ განამტკიცებს. აქედან გამომდინარე ეს მისი პოლიტიკა ძალიან ბევრ კითხვებს ბადებს. მე როგორც მივხვდი შენ იქითკენ მიყავს თემა, რომ თუ ამერიკა მიიჩნევს თავის ნომერ პირველ მტრად ჩინეთს, ჩინეთი არ არის ისეთი მარტივი მოსანელებელი ამერიკისთვის, რომ მარტო მიუდგეს ამ ყველაფერს. აქ საუბარი ასევე არა მარტო ევროკავშირზე, არის იაპონიასაც და სამხრეთ კორეასაც გადაწყვიტა რამდენიმეჯერ, რომ ტარიფების მხრივ და სამხედრო დახმარების მხრივ და ლოგიკაში თუ ჩავსვათ, რომ აი ჩინეთი არის ნომერ პირველი პრობლემა ამერიკისთვის, მაშინ ნამდვილად არ უნდა იყოს ევროკავშირზე გინდა ეკონომიკური, გინდა პოლიტიკური განცხადებებით თავდასხმა მათ ინტერესებში, ამერიკის ინტერესებში ზოგადად.